ორი სააღდგომო რჩევა დამოკიდებული ადამიანებისთვის. დილამშვიდობის მეგობრებო, პირველი ეს არის, გამოიყენებთ მეგობრებო მიზეზად აღდგომის დღესასწაულს, რომ ან დალიო, ან პლანი მოწიო, ან წამალი გაიკეთო, ან კაზინოში ითამაშო. მოკლედ, რას გულისხმობთ, საკუთარ თავს დააჯერებ, რომ აი დღესასწაულია, აი ხა ეს დღესასწაულები ჩაივლის და მერე ყველაფერს შევცვლით. მეგობრებო, ხო წარმოგიდგენია თუ მართლმადიდებლები ვართ, თუ ეს დღესასწაული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქრისტეს ჯვარცმა რა შუაშია, ხო, ალფა-პეპეს მოწევა, ან მეტადონის გაკეთება, ან სლოტების თამაში, ან ხორტიცას დალევა, არაფერ კავშირში არ არის, ხო? და ისიც გვახსოვდეს, რომ დღეს ხვალ ზეგ მოვიხმარ ნარკოტიკს და მასზე გავჩერდები. ეგეს ტყუილია, ხო, მეგობრებო, სამწუხაროდ ამ დაავადებას არ აქვს კონტროლი, ან რაღაცაზე ვთქვით უარი და გავჩერდით, ან ის რომ მე ახლა შაბათი კვირა, ორ შაბათი წამალს გავიკეთებ, დავლებ და პლანს მოვწევ და ვითამაშე და სამშაბათიდან ამ ყველაფერს არ გავაკეთებ, ტყუილია მეგობრებო და ამიტომ საკუთარ თავს უბრალოდ მოიტყუებთ და ნურს დღესასწაულს გამოიყენებთ იმისთვის, რომ მოიხმარო. თუ მოხმარება გინდა, მაშინ ჯობია პირდაპირ აღიარო, რომ მოვიხმარ და არა ის, რომ რაღაც აღდგომის დღესასწაულია. ხო, წარმოგიდგენია, თუ აღდგომის დღესასწაულია, რა ვიცი, რა შუაშია ნარკოტიკის მოხმარება, ან სასმელის დალევა. მერწმუნეთ ქრისტეს ჩვენ ისედაც უყვარვართ, თუ რაღაც ხორტიცათი არ დავლოცეთ, ან რა ვიცი, რაღაც ღვინით და არა აქვს მოკლედ მნიშვნელობა. მეორე რჩევა რაც მექნება მეგობრებო, თუ ეხლა იწყებთ გამოჯამთელებას სიფხიზლეს, თავი შეიკავეთ სტუმრად წასვლაში, ანუ სადაც დიდი სუფრები იქნება და ყველგან იქნება ეხლა ხო, რაღაც кейფი, დროსტარება და ასე შემდეგ. ჩემი რეკომენდაცია იქნება უბრალოდ დარჩეთ სახლში, დარჩეთ თქვენ ოჯახთან ერთად და წარმოიდგინეთ თქვენ ოჯახისთვის რომელი უფრო სასიამოვნო იქნება მათთან ერთად რომ ფხიზლად დრო გაატაროთ, თუ უბრალოდ წახვიდეთ სახლიდან და როგორც კი გახვალთ სახლის რაღაც საზღვარს, ეგრევე ყველა ოჯახის წევრი რომ იმას ნერვიულობას დაიწყებს, რომ ეხლა ან მოხვალ დღეს სახლში, ან არ მოხვალ, ან როგორი მოხვალ, წამალს გაიგეთებ, მას მოწევ თუ დალევ თუ ითამაში მოკლედ ამოლოდინში რო არის. ამიტომ მეგობრებო, თუ თვლი რომ დამოკიდებული ადამიანი ხარ, ჯობს სახლში დარჩე, ჯობს შენი ოჯახიც გაახარო და ჩემი აზრით თუ რაღაც ისევ და ისევ ტრადიციებს დაუბრუნდებით, ჩვენს სარწმუნოებას დაუბრუნდებით და ღმერთის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას დაუბრუნდებით, თვლი რომ ბევრად პატივსაცემი იქნება შენი ქცევა, სიფხიზლით და ოჯახის პატივისცემით, ვიდრე რა ვიცი რაღაც ტელეგრამზე ნარკოტიკის ყიდვით, ან რაღაც ხორტისის დალევით, ან სლოტების თამაშით. მე ყველას გისურვებთ მეგობრებო, 7 დღეს ყველას გისურვებთ ეს დღესასწაულები ყველას ოჯახში რაღაც ჩატარებული იყოს მშვიდად, ყველა დამოკიდებულ ადამიანს უსურვებს სიფხიზლეს და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა.